ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა, როგორც სემეკის, ასევე სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის სამსახურისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. ენერგოომბუდსმენის სამსახურის ძირითადი საქმიანობა სწორედ მომხმარებლის უფლებების დაცვას უკავშირდება. რა მდგომარეობაა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივგაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, რა საკითხებზე მიმართავენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე ხშირად ენერგოომბუდსმენს, რამდენად ხშირად აქვს ადგილი მომხმარებელთა უფლებების დარღვევებს, ამ საკითხებზე გადაცემის სტუმართან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის იგივე ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო გულეიშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ნინო და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით. თქვენი მოწოდებული ინფორმაცია ყოველთვის საინტერესოა ხოლმე და დავიწყოთ მიმდინარე წლის, ასე ვთქვათ, ზამთრის პერიოდში მომხმარებელთა საჩივრებით, რა კატეგორიის საჩივრები ფიქსირდებოდა ყველაზე ხშირად ენერგოომბუდსმენის სამსახურში, რაზე მახვილდებოდა ყურადღება და რა იყო ყველაზე პრობლემატური საკითხები ამ პერიოდის განმავლობაში. კი ბატონო, ზამთარი ყოველთვის, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით აქტუალურად საინტერესოა, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი სამსახურისათვის, იმიტომ რომ ელექტროენერგიის ბუნებრივი გაზის სასმელი წყლის მიწოდება რაღაცნაირად ყოველთვის უკავშირდება ხოლმე ზამთრის პერიოდში გამართულ განსაკუთრებულ სირთულეებს, ესე რომ ვთქვათ, ამინდის ან უამინდობა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ხოლმე, ამიტომაც წელიწადი სწორედ ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურობით დაიწყო. ცივი ზამთარი გქონდა განსაკუთრებით წლის დასაწყისში, შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში აღნიშნავდი, რომ ელექტროენერგიის კუთხით იყო გათიშვები, რომელიც უკავშირდებოდა თოვლიანობას, უკავშირდებოდა უამინდობას, თუმცა არ იყო ისეთი მასშტაბური ხასიათის და შესაბამისად კომპანიებმა მალე და იოლად გაართვეს ამას თავი. ამას უკვე მოყვა ბუნებრივი გაზის თემა, რომელიც გადასახადებს უკავშირდებოდა, ანუ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ დავებს, სადაც მომხმარებლები მიუთითებდნენ, რომ დაერიცხათ გადასახადები, რომელიც იყო 2-ჯერ, 3-ჯერ, ან უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ვიდრე ისინი წინა წლებში მოიხმარდნენ და ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი რაოდენობა შემოვიდა თქვენთან. დაახლოებით 500-600 განცხადება. კი, განცხადებასაც აკეთებდით და რა შედეგებით დასრულდა მოკვლევის შედეგად, ვიცით რომ ყველა საკითხს ინდივიდუალურად სწავლობს ენერგოომბუდსმენი. კი ბატონო, ნახეთ, ერთი პირველი რაც გაჟღერდა მომხმარებლებისაგან იყო, რომ ხომ არ გაიზარდა სამომხმარებლო ტარიფი, რაზედაც იქვე გავაკეთეთ განმარტება, რომ სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზარდა და მოსახლეობას გადასახადი ისევ ძველი ფასით ერიცხებოდა. უკვე შემდეგ, რა თქმა უნდა, წამოვიდა კითხვა იმასთან დაკავშირებით, აბა რასთან გვაქვს მაშინ საქმე, ხო? ზოგადად გადასახადის რაოდენობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ფაქტობრივი გარემოებები, იგივე ამინდი და მასთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე რა თქმა უნდა, საახალწლო პერიოდიც. თუმცა, თუ ამის და მიუხედავად მომხმარებელი მაინც მიუთითებს, რომ გადასახადი არის გაორმაგებული, ეს რა თქმა უნდა უკვე არის ინდივიდუალური კვლევის თემა, ამიტომაც ყველა განცხადება და საჩივარი, რომელიც ამ ფორმით ჩვენთან შემოვიდა, ინდივიდუალურად შევისწავლეთ. რა თქმა უნდა, ცალკეულ შემთხვევებში, დადასტურდა, რომ გაზრდილი გადასახადები მცირედით იყო და შეესაბამებოდა მომხმარებას, თუმცა იყო შემთხვევები და არც თუ ისე იშვიათად, როდესაც აღრიცხვიანობის მოშლასთანაც გქონდა საქმე, არასწორად აღებულ ჩვენებებთან, რომელიც უამინდობას უკავშირდებოდა და სხვათა შორის არა მარტო ბუნებრივი გაზის სექტორში, ელექტროენერგიის სექტორშიდაც პირდაპირ ესე მოგწერა კომპანიამ პასუხები, რომ უამინდობის გამო ვერ მივედით ჩვენების ასახებად, ამიტომაც 2 თვის გადასახადი ერთად დავარიცხეთ პირობით იყო დარიცხული და შემდეგ ჩაასწორეს, ისე რომ ზედმეტად მიმართვაც არ დაგჭირდა ამასთან დაკავშირებით და თვითონვე გაასწორეს ყველაფერი და რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, აქ იყო შემთხვევები, როდესაც აღრიცხვიანობა იყო რაღაცნაირად მოშლილი, განსაკუთრებით სამეგრელოში, სადაც იყო უდანადგარო, ასე ვთქვათ, ხაზები და ქსელი, იქ დაფიქსირდა შონვა, რომელიც აღმოიფხვრა მალევე, ასევე ძველი მოძველებული სისტემა და მრიცხველები, რომლებიც ჩანაცვლდა ახლით და უკვე ვაკვირდებით პერიოდს, ზოგან თვითონ კომპანიამ დააკორექტირა ეს დარიცხული თანხები, სადღაც დავაში შევალთ და მე ვნახოთ სავარაუდოდ დავაკორექტირებთ იმათაც. დიახ. გასაგებია და წყალმომარაგების სექტორს რაც შეეხება, სტანდარტულად ალბათ მოგმართავენ ამ კი ბატონო, ისევ წნევასთან დაკავშირებით, წვეტებთან დაკავშირებით და აქაც ცალკეულ შემთხვევაში არასწორად დარიცხული გადასახადები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც ყინვა აზიანებს ხოლმე მილს, შესაძლოა ამან გამოიწვიოს აღრიცხვიანობის მოშლა და ამასთან დაკავშირებითაც უკვე მე ვსწავლობთ ჩვენ თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად. დიახ. აუცილებლად მინდა გითხრათ, ნინო, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირაულთან
დაკავშირებით, რომლის ფარგლებში საკმაოდ აქტიურად იყავით ჩართული. მაყურებელს შევახსენებ, რომ კვირეული მიმდინარეობდა 9 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით და მოიცვა როგორც თბილისი, ასევე საქართველოს სხვა რეგიონი, ხომ? გქონდათ ამ კვირეულის ფარგლებში თქვენ მოსახლეობასთან შეხვედრა, რა საკითხები გამოიკვეთა მოსახლეობის მხრიდან და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის კვირეულების ჩატარება, უკვე მეოთხე კვირეული ტარდება და ეს უკვე ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც ენერგოომბუდსმენისთვის რა ინფორმაციებს იღებთ, ან პირიქით რა ინფორმაციებს აწოდებთ ხოლმე მოსახლეობას? კი ბატონო, თქვენ აბსოლუტურად სწორი ბრძანეთ, ძალიან მნიშვნელოვანი კვირეული გქონდა, სადაც 5 მარეგულირებელი ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობდა და მთავარი თემა იყო ძირითადი გამოწვევები, როგორ უნდა მოახდინონ მომხმარებლებმა სხვადასხვა მიმართულებით თავიანთი უფლებების, როგორც მომხმარებლის უფლებების დაცვა, რა სამართლებრივი მექანიზმები აქვს სახელმწიფოს შემუშავებული ამისათვის და პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ალბათ ეს არის ცნობიერების ამაღლება, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, სად როგორ უნდა დაიწყოს როგორც მომხმარებლის თავისუფლებების დაცვის პირველი ეტაპები და შემდეგ განგრძობა. და ფორმატით თვითონ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს აქვს ძალიან სწორად შერჩეული, მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს არ ტარდება მარტო თბილისსა და ბათუმში, არამედ მოიცავს ყოველ წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს. ჩვენ ჩავდივართ ყველა იმ მუნიციპალიტეტს, სადაც მანამდე არ ყოფილვართ, აი წელს მაგალითად იყო წყალტუბო, გორი და გარდაბანი. და იქ უკვე, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას ვხვდებით, ძალიან საინტერესო დისკუსია იმართება, ვაწოდებთ ინფორმაციას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმის შესახებ, თუ რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა, როგორ უნდა დაიცვას თავისი უფლებები, სად უნდა დაიწყოს ამ უფლებების დაცვა და შესაბამისად მომხმარებლისათვის ბევრად უფრო გასაგები ხდება, რომ ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობაში მარტო არ არის და შექმნილი მექანიზმების საფუძველზე ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს მისი როგორც მომხმარებლის უფლების დაცვა. ამიტომ ცნობიერების ამაღლების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია არის და ვისარგებლებ შემთხვევით მადლობას გადავხდი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ასეთი კარგი კონფერენციის მოწყობისთვის. დიახ. და მე დავამატებდი ჩემი მხრივ, რომ მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ არა მხოლოდ ენერგეტიკისა და წყალმარაგების სექტორებში, არამედ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სექტორებიდანაც იღებს მომხმარებელი ერთდროულად ინფორმაციას სწორედ ასეთი კვირეულის ფარგლებში და აუცილებლად მინდა გითხოთ, ყველა სტუმარს ვეკითხები, რომელიც კომუნალურ სექტორიდან არის, ასე ვთქვათ, ხშირად მომხმარებელი ჩივის გეგმურ და არაგეგმურ წვეტებთან დაკავშირებით. გეგმური წვეტები შეიძლება იყოს რამოდენიმე საათიანი, რაც რა თქმა უნდა მომხმარებელს უქმნის დისკომფორტს. როგორ აფასებს ენერგოომბუდსმენი გეგმურ წვეტებს, ნუ არაგეგმური წვეტები ვიცით, რომ ეს არის ავარიული წვეტა, დაუგეგმავი წვეტა, რომელიც შეიძლება გარკვეული, ასე ვთქვათ, პრობლემური სიტუაციიდან გამომდინარე წარმოიშვას და წინასწარ არ იცოდეს კომპანია, მაგრამ როდესაც გეგმურად კომპანიას განსაზღვრული აქვს გარკვეული საათების განმავლობაში ელექტროენერგია იქნება თუ წყალი თუ იშვიათად არის ბუნებრივი გაზის შემთხვევაში წვეტა, აი ამ შემთხვევაში რამდენად არის ხოლმე დაცული ის ნორმები, რასაც შესაბამისი წესები ადგენს და როგორია ენერგოომბუდსმენის განმარტება ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, წვეტები ერთ-ერთი ყველაზე ესეთი აქტუალური თემა არის, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს მომხმარებელს და მეც როგორც მომხმარებელი, რა თქმა უნდა, დისკომფორტს, როდესაც თუნდაც გეგმური თუ არაგეგმური წვეტის გამო, რომელიმე მომსახურება შეწყვეტილი მაქვს. ახლა თქვენ სწორად ბრძანეთ, არსებობს ორი ტიპის წვეტა, ეს არის ავარია, რომელიც უკავშირდება, შეიძლება იყოს ეს შიდა ან გარე მიზეზით გამოწვეული, თუ არის შიდა მიზეზით, ესე იგი ქსელი იყო თვითონ გაუმართავი და ამიტომ დაზიანდა და მეორე ეს გახლავთ გეგმიური წვეტა, როდესაც კომპანია ახორციელებს სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას იმისათვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს უფრო კარგი მომსახურება მომდევნო პერიოდში. ნუ რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არის დაკავშირებული კიდევ ერთხელ ვიტყვი დისკომფორტთან, თუმცა ამასთან დაკავშირებით ამას ვერ აუვა ვერც ერთი მომხმარებელი და რატო? იმიტომ რომ ყველა მიმართულებით ესეთი პრობლემა არის, რომ ქსელი, რომელიც კომპანიებს გადმოეცა, არის საკმაოდ მოძველებული ინფრასტრუქტურა, ამიტომაც ის აუცილებლად რეაბილიტაციას საჭიროებს და ყველა მიმართულებით, როდესაც მიმდინარეობს ზრდა, გინდათ მოხმარების, გინდა განვითარება სოფლის ან ქალაქის ან უბნის, რა თქმა უნდა მოხდეს ქსელის გადაწყობა ამ სისტემაზე, ამიტომაც რომ არ ჩატარდეს ეს რეაბილიტაციო სამუშაოები, ეს პროცესები რა თქმა უნდა ვერ განვითარდება და მომხმარებელი მომავალში იმ უწყვეტ საიმედო მომარაგებას, რომელიც უნდა მიიღოს, ვერ მიიღებს. ამიტომაც რა თქმა უნდა, თუმცა უნდა იყოს გონივრულად, რა თქმა უნდა, ეს დაგეგმილი. ამას პირდაპირ აწესებს კომისია, თუ როგორ უნდა მოხდეს გეგმური არაგეგმური წვეტების
ინფორმირება მომხმარებლისათვის ერთი რაც ოქროს წესია აქ არის ის რომ აუცილებლად თითოეულ წყვეტასთან დაკავშირებით მომხმარებელმა შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიიღოს თუ ეს არის გეგმური წყვეტა ერთი დღიდან 5 დღემდე შუალედში უნდა განხორციელდეს მომხმარებლის წინასწარი ინფორმირება რომ მან რაიმე არ დაგეგმოს ამასთან დაკავშირებით ხოლო თუ არის არაგეგმური წყვეტა ხანგრძლივი წყვეტის შემთხვევაში მინიმუმ 3 საათში უნდა მიეწოდოს ინფორმაცია რა ტიპის წყვეტაა და როდის აღდგება სავარაუდო დრო ასეთ შემთხვევაში ჩავთვალოთ რომ მომხმარებლის უფლება არის დაცული. დიახ. გასაგებია, მადლობა ამ გამარტებისთვის და ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გითხოთ თქვენს გეგმებზე 2026 წელს რა გეგმები გაქვთ? იგეგმება თუ რა კიდევ რეგიონებში გასვლა ან რაიმე სახის საინფორმაციო კამპანიები? კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეხა ჩვენ უკვე დავასრულეთ 2025 წელი, შესაბამისად ცოტა ხანში მომხმარებლებს და ფართო საზოგადოებას წარუდგენთ 2025 წლის ანგარიშს 1 აპრილისათვის, სადაც დეტალურად მივაწოდებთ ინფორმაციას 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი არის წლის დაგეგმვა, რას შევთავაზებთ მომხმარებლებს, რა თქმა უნდა, ჩავატარებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც 2025 წლიდან გამოწვევის სახით გქონდა, ვესტუმრებით ყველა იმ მუნიციპალიტეტს, სადაც ყველაზე მეტი შეტყობინება შემოდის სხვადასხვა ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით და ვიმუშავებთ ყველა იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში მომხმარებლის უფლებების დაცვის გარანტად იქნება. ძალიან დიდი მადლობა ნინო, წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში, დაგემშვიდობებით. მაყურებელს შევახსენებ, რომ ვსაუბრობდით მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში.